ამიტომ ვისაუბრებთ ვარჯიშსა და შიმშილზე და იმაზე თუ რა ცვლილებები ხორციელდება ორგანიზმში, როდესაც ეს პროცესები მიმდინარეობს. თავდაპირველად დავიწყოთ ვარჯიშისგან ხელვით და უნდა გავითვალისწინოთ ვარჯიშის განხილვის დროს ის ფაქტი, რომ შედარებით უფრო დიდი ენერგია სჭირდება ორგანიზმს იმისთვის, რომ მომატებულ ფიზიკურ დატვირთვას გაუძლოს და ეს ხორციელდება სხვადასხვა მექანიზმით. პირველი ეს არის გლიკოგენის დაშლის მეშვეობით, რომელიც გლუკოზად დაიშლება და შემდეგ ის მიიღებს სხვადასხვა მეტაბოლურ გზაში მიიღებს მონაწილეობას, რათა ATP წარმოქმნას. გარდა ამისა, შესაძლებელია ორგანიზმმა გამოიყენოს პლაზმაში არსებული გლუკოზა, რათა წარმოქმნას ენერგია და ასევე შესაძლებელია გამოვიყენოთ TCA ციკლი და TCA ციკლზე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ TCA ციკლი ზოგადად ეს არის დროში გახანგრძლივებული პროცესი. სწორედ ამიტომ ინტენსიური უცაბედი ვარჯიშის დროს სწორედ TCA ციკლის ჩართვა არ ხორციელდება, რადგანაც ორგანიზმი ვერ ასწრებს ამ დროს შესაბამისი რაოდენობის ATP-ის გენერირებას, რათა უცაბედი საჭიროებისთვის წარმოქმნას ეს ATP. ამისთვის ორგანიზმს აქვს ალტერნატიული გზა, რადგანაც ორგანიზმში კუნთში გვხვდება ესეთი ცილა, რომელსაც ეწოდება კრეატინი. კრეატინ კინაზას მეშვეობით გარდაიქმნება ფოსფოკრეატინად, რომელიც მისი ფოსფორილებული ვერსიაა და ფოსფოკრეატინი წარმოადგენს დონორს ფოსფატური ჯგუფისას და ამ ფოსფატურ ჯგუფს უერთებს ADP-ს და ADP-ისა და ფოსფატური ჯგუფის შეერთებით წარმოიქმნება ATP. მეორე ნივთიერება, რომელიც მნიშვნელოვანი არის, რომელიც შეგვიძლია გამოვყოთ, ესე რომ ვთქვათ, ყურადღება მისაქცევი არის, მეორე არის კალციუმი, რომელიც გამოთავისუფლდება ორგანიზმში კუნთის შეკუმშვის შედეგად და კალციუმი იღებს მონაწილეობას სხვადასხვა მეტაბოლური გზის გააქტივირებაში. პირველი ეს არის მაგალითად TCA ციკლის რამდენიმე ფერმენტზე მოქმედებს. ეს ფერმენტი არის ალფა-კეტოგლუტარატ დეჰიდროგენაზა და ასევე იზოციტრატ დეჰიდროგენაზა და მათი გააქტივირების გზით TCA ციკლი უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს და შესაბამისად უფრო მალე წარმოიქმნება უფრო დიდი რაოდენობით ATP. რაც შეეხება მეორე გზას, კალციუმ-კალმოდულინის კომპლექსის მეშვეობით აქტივირდება გლიკოგენ-აფოსფოკინაზა, რომელიც ააქტიურებს გლიკოგენ-ფოსფორილაზას მისი ფოსფორილირების მეშვეობით და ეს გლიკოგენ-ფოსფორილაზას უფრო აქტიური ვერსია, უფრო სწრაფად დაშლის გლიკოგენს და უფრო სწრაფი რაოდენობით, უფრო დიდი რაოდენობით და უფრო სწრაფად გამოიყოფა მეტი გლუკოზა. ზოგადად, როდესაც ვარჯიშს საუბრობთ, განვიხილავთ ორი ტიპის ვარჯიშს. პირველი ეს არის ანაერობული და ასევე გვაქვს აერობული ვარჯიში. ანაერობულ ვარჯიშში გულისხმობთ ისეთ ვარჯიშს, რომელიც ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში გრძელდება და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა არის. ესეთი არის მაგალითად მძლეოსნობა, ან მაგალითად 50 მეტრიანი გარბენი. ასეთ დროს წამყვანი მექანიზმი და წამყვანი წყარო ATP-ისა არის თავისუფალი სახით არსებული ATP და ასევე კრეატინ ფოსფატი. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ეს ორი წყარო პირველი რამდენიმე წამის განმავლობაში არის აქტიური, რადგანაც მალევე მისი რაოდენობის შემცირება ხდება და შემდეგ უკვე ორგანიზმი გადადის გლიკოგენის ანაერობულ დაშლაზე, რადგანაც აერობული დაშლისთვის დრო არ აქვს აერობული მეტაბოლიზმისთვის ამ დროს ორგანიზმს. ამ დროს გლიკოგენის ანაერობული დაშლის შედეგად წარმოიქმნება ლაქტატი და მის ეფექტზე კუნთში შემდეგ მოგვიანებით ვისაუბრებთ. მეორე ვარიანტი არის აერობული ვარჯიში და აერობულ ვარჯიშში გავარჩევთ ზომიერ და ინტენსიურ ვარჯიშს. აერობულ ვარჯიშში ზომიერი ვარჯიში გულისხმობს 1 კილომეტრიან გარბენს მაგალითად. ამ დროსაც წყარო ისევ რჩება ATP და კრეატინ ფოსფატი, თუმცა როგორც ვთქვით, რამდენიმე წამში მისი რაოდენობა ამოიწურება. აერობული ვარჯიშის დროს შემდეგ გლიკოგენის უკვე აერობული მეტაბოლიზმისთვის დრო არის, ამიტომაც წარმოიქმნება CO2 მეტაბოლიტად და ასევე TCA ციკლი, როგორც უკვე ვახსენეთ, უფრო ხანგრძლივი პროცესის დროც აქვს ორგანიზმს და ამიტომაც TCA ციკლის მიმდინარეობაც ინტენსიური არის აერობული ვარჯიშის დროს. აქ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ეს ახსნის იმას, რომ სპორტსმენები სანამ აი ასეთ აქტივობამდე რაღაც პერიოდის განმავლობაში არიან სწორედ ნახშირწყლოვან დიეტაზე, რათა ორგანიზმში სწორედ ამ გლიკოგენის დამარაგება მოხდეს დიდი რაოდენობით. რაც შეეხება მესამე მექანიზმს, ეს არის მესამე ტიპს ვარჯიშისას, ეს არის აერობული ვარჯიშის ინტენსიური ქვეტიპი. ინტენსიური ქვეტიპი გულისხმობს იმას, როგორც არის ისეთი ფიზიკური დატვირთვა, როგორც არის მაგალითად მარათონი. მარათონის დროს ATP და კრეატინ ფოსფატი ისევ გვაქვს როგორც ATP-ის წყარო, თუმცა შემდეგ უკვე აერობული ვარჯიშის დროს რამდენიმე ქსოვილი მონაწილეობს იმაში, რომ ATP-ის შესაბამისი რაოდენობის გენერირება მოხდეს. პირველი ეს არის კუნთიდან გამომშოვებული კუნთში არსებული გლიკოგენის აერობული მეტაბოლიზმის საშუალებით დაშლა ნახშირორჟანგად, ასევე ღვიძლში არსებული გლიკოგენი, რომელიც გარდაიქმნება გლუკოზად და მესამე ქსოვილი, რომელიც აერობულ ვარჯიშში იღებს მონაწილეობას, ეს არის ცხიმოვანი ქსოვილი. ცხიმოვან ქსოვილში
აერობული ვარჯიშის დროს რეალურად ხორციელდება აცეტილკოენზიმა კარბოქსილაზეს ინჰიბირება, რადგანაც როდესაც მიმდინარეობს ვარჯიში, ამ დროს ორგანიზმში დიდი რაოდენობით გროვდება ეპინეფრინი და ასევე გლუკაგონი, რომელიც აცეტილკოენზიმა კარბოქსილაზეს ინჰიბირებას იწვევს, რომელიც მეშვეობითაც აცეტილკოენზიმა გარდაიქმნება მალონილ კოენზიმად. მალონილ კოენზიმა რეალურად არის ბეტა-ოქსიდაციის ინჰიბიტორი და როდესაც აცეტილკოენზიმა კარბოქსილაზეს რაოდენობის შემცირება ხორციელდება, ამ დროს დეფიციტი გვაქვს მალონილ კოენზიმასი, რომელიც შემდეგ ბეტა-ოქსიდაციის ინტენსივობასაც პირიქით უფრო აძლიერებს, რადგანაც ცოტა გვაქვს მალონილ კოენზიმა და მოხსნილია მისი მაინჰიბირებელი ეფექტი. რაც შეეხება თვითონ მალონილ კოენზიმას კონკრეტულ მოქმედების მექანიზმს არის ის, რომ ახორციელებს კარნიტინ პალმიტოილ ტრანსფერაზას ინჰიბირებას, რომელიც იზურზრუნველყოფს იმას, რომ ცხიმოვანი აცილკოენზიმა ციტოზოლიდან გადაიტანოს მიტოქონდრიის მატრიქსის მიმართულებით. ზოგადად, როგორც უკვე ვახსენეთ, რიგ შემთხვევებში ხორციელდება ლაქტატის დაგროვება და ამ ლაქტატის დაგროვება იწვევს სწორედ კუნთის ტკივილს, რომელიც ვარჯიშის მერე განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებსაც გააქტიურებული არ აქვთ ორგანიზმი და უფრო მიჩვეული არ არიან ესეთ ფიზიკურ დატვირთვას, კუნთების ტკივილი არის ხოლმე ფიზიკური დატვირთვის მერე დამახასიათებელი და ამის მექანიზმი არის შემდეგნაირი, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ელექტრონების ტრანსპორტის ჯაჭვსაც აქვს თავისი მარაგი, როდესაც აქტიურად მიმდინარეობს ორგანიზმში ჟანგვითი პროცესები და ასევე ATF-ის წარმოქმნა, ნატპლუსის მოხმარება იზრდება. რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ნათაშის რაოდენობა იზრდება ორგანიზმში და ნატპლუსის რაოდენობა მცირდება. იმისთვის, რომ ორგანიზმმა ეს დეფიციტი ნატპლუსის დააკორეგიროს, ამისთვის პირველად გარდაქმნის ლაქტატად, რა პროცესშიც ნათაშიდან ისევ წარმოიქმნება ნატპლუსი, რომელიც შემდეგ ისევ დაუბრუნდება გლიკოლის და იმ გლიკოლისში ისევ და ისევ მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა რეაქციაში. სწორედ ამ ლაქტატის დაგროვება იწვევს იმ კუნთების ტკივილს, რადგანაც ლაქტატი ეს არის მჟავა ბუნების ნივთიერება, რომელიც ამცირებს pH-ს უჯრედში და შემცირებული pH-ის ხარჯზე სწორედ ეს ტკივილის შეგრძნება აღიქმება. რაც შეეხება შიმშილის სტადიას და იმას თუ რა ცვლილებები ხორციელდება ორგანიზმში მაშინ, როდესაც შიმშილის სტადია დგება, აუცილებელია ამის გასაგებად თავდაპირველად გავიგოთ მოძღვრობის სტადია და მოძღვრობის სტადია ეს არის პერიოდი საკვების მიღების შემდეგ, მაშინ როდესაც ორგანიზმში დიდი რაოდენობით გვაქვს ამინომჟავებით, ცხიმებით და ნახშირწყლებით. ზოგადად აქ მოძღვრობის სტადიაში წამყვანი როლი უკავია სწორედ ინსულინს, რადგანაც ინსულინი ახორციელებს სხვადასხვა მეტაბოლური გზის რეგულირებას. ინსულინი მოქმედებს გლიკოგენის სინთეზზე და მას ააქტივირებს და აქტივირებს გლიკოგენის სინთეზაზე გამოაქტიურებელი ზემოქმედების მეშვეობით. გლიკოგენის სინთეზა უზრუნველყოფს იმას, რომ გლუკოზიდან წარმოიქმნეს გლიკოგენი. გარდა ამისა, ინსულინი მოქმედებს გლიკოლიზზეც და გლიკოლიზის ინტენსივობას იზრდის, რასაც ახორციელებს გლუკოკინაზაზე აქტივირებელი ზემოქმედებით. გლუკოკინაზა უზრუნველყოფს იმას, რომ გლუკოზიდან წარმოიქმნას გლუკოზა 6 ფოსფატი. გარდა ამისა, ასევე ინსულინი მოქმედებს ფოსფოფრუქტოკინაზა 1-ზეც, რომელიც უზრუნველყოფს ფრუქტოზა 6 ფოსფატიდან ფრუქტოზა 1,6 ბისფოსფატის წარმოქმნას და ზოგადად ინსულინი მარეგულირებლად ამ რეაქციებზე მოქმედებს სწორედ ფრუქტოზა 2,6 ბისფოსფატის რაოდენობის რეგულირების მეშვეობით, რადგანაც როდესაც დიდი რაოდენობით გვაქვს ფრუქტოზა 2,6 ბისფოსფატი, გლიკოლიზი უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს, ხოლო როდესაც დაბალი შედარებით ნაკლები რაოდენობით გვაქვს ფრუქტოზა 2,6 ბისფოსფატი, ამ დროს უკვე გლუკონეოგენეზი მიმდინარეობს, რასაც მოგვიანებით ვისაუბრებთ. გარდა ამისა, ინსულინი გამოაქტიურებლად მოქმედებს და უზრუნველყოფს იმას, რომ გლუკოზა გადატანილ იქნას ცხიმოვან ქსოვილში. გარდა ამისა, ინსულინს აქვს გამოაქტიურებელი ზემოქმედება აცეტილკოენზიმა კარბოქსილაზაზე, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ აცეტილკოენზიმიდან მალონილ კოენზიმა წარმოიქმნას. მალონილ კოენზიმა კი არის ბეტა-ოქსიდაციის მაინჰიბირებელი ნივთიერება, როდესაც დიდი რაოდენობით გვაქვს ეს მალონილ კოენზიმა, რადგანაც როგორც უკვე ვახსენე, ინსულინი აქტივირებს აცეტილკოენზიმა კარბოქსილაზას, შესაბამისად უფრო მარტივად და უფრო ინტენსიურად ინჰიბირდება ბეტა-ოქსიდაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ცხიმოვანი მჟავების ენერგიის წყაროდ გამოყენება არ ხორციელდება, რაც ძალიან ლოგიკურია და ამის შეჯამების დროს უფრო კარგად გავამახვილებთ ყურადღებას. გარდა ამისა, ინსულინი უზრუნველყოფს იმას, რომ კუნთების მიერ ამინომჟავების შედვისება გაიზარდოს.
უზრუნველყოფს ასევე ცილების სინთეზს, აინჰიბირებს ცილების დაშლას და ამასთანავე დამაინჰიბირებლად მოქმედებს გლუკონეოგენეზზე. ძალიან ლოგიკური კავშირია რეალურად, როდესაც ორგანიზმში დიდი რაოდენობით გვაქვს საკვები ნივთიერებები, როგორც არის ამინომჟავები, თუნდაც ნახშირწყლები, ცხიმები, აუცილებელია მათი დეპონირების სახით გადატანა, როგორც არის მაგალითად ცილების სინთეზის გაზრდა და ამასთანავე აუცილებელია მისი გარკვეული ნაწილის უტილიზაცია ენერგიისთვის, როგორც არის როგორც ინსულინი ამას ახორციელებს გლიკოლიზის გაძლიერების გზით. რაც შეეხება შიმშილის სტადიას, შიმშილის სტადია მაზრობის სტადიის რევერსიულია, ფაქტობრივად მისი საწინააღმდეგო ეფექტები გვაქვს. აქ უკვე წამყვანი როლი აქვს გლუკაგონს და გლუკაგონი უზრუნველყოფს იმას, რომ გლიკოგენი დაიშალოს და გლიკოგენის დაშლას ახორციელებს გლიკოგენ ფოსფორილაზაზე გამოაქტივირებელი ზემოქმედებით. გარდა ამისა უზრუნველყოფს იმას, რომ ცხიმოვანი ქსოვილიდან წარმოიქმნას ცხიმოვანი მჟავები და შემდეგ ცხიმოვანი მჟავების ბეტა-ოქსიდაცია მოხდეს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ უკვე ცხიმოვანი ქსოვილიც გამოვიყენოთ ენერგიისთვის, რაზეც ვარჯიშზე საუბრის დროს უკვე ვისაუბრეთ. გარდა ამისა უზრუნველყოფს იმას, რომ ცხიმოვანი მჟავების სინთეზი შემცირდეს, რადგანაც ორგანიზმს არ აქვს იმის მდგომარეობა, რომ არსებული ცხიმოვანი მჟავები დასასინთეზირებლად გამოიყენოს, არამედ პირიქით აუცილებელია მათი დაშლა ბეტა-ოქსიდაციის გზით, რათა ენერგიის წყარო იყოს და ამასთანავე მონაწილეობს გლუკაგონი გლუკონეოგენეზში, ანუ მისი გამოაქტივირებელია გლუკონეოგენეზის და გლუკონეოგენეზი გულისხმობს სხვა ნახშირბადის შემცველი ნივთიერებების გამოყენებას გლუკოზის წყაროდ. გვაქვს რამდენიმე ციკლი, რომელზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პირველი ეს არის ალანინის ციკლი. ალანინის ციკლი გულისხმობს იმას, რომ კუნთის ცილის დაშლის შედეგად წარმოიქმნება ამონიუმი, რომელიც გლუტამატთან შეერთების შედეგად წარმოქმნის ალანინს. შემდეგ ალანინი მოხვდება ღვიძლში და ალანინიდან წარმოიქმნება პირუვატი. პირუვატი გარდაიქმნება გლუკოზად ღვიძლშივე და ღვიძლიდან ის გადავა კუნთში და ალანინი გახდება ასეთი გზით გლუკოზის წყარო. მეორე გზა, რომელიც გვაქვს, ეს არის კორის ციკლი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ კუნთში არსებული გლუკოზა გარდაიქმნება ლაქტატად, შემდეგ ლაქტატი კი ისევ გარდაიქმნება სხვადასხვა მეტაბოლური გზების მეშვეობით გარდაიქმნება პირუვატად და შემდეგ ისევ გლუკოზა და საბოლოოდ ის მოხდება სისხლში, რათა მისი გამოყენება და უტილიზირდეს როგორც სისხლის უჯრედების, ასევე კუნთის მიერ. მესამე წყარო, რაც გვაქვს გლუკოზის, ეს არის გლიცეროლი. გლიცეროლი გლიცეროლ 3-ფოსფატად გარდაიქმნება გლიცეროლ კინეზას მეშვეობით. გლიცეროლ 3-ფოსფატიდან წარმოიქმნება დიჰიდროქსიაცეტონფოსფატი, რაშიც მონაწილეობას იღებს გლიცეროლ 3-ფოსფატ დეჰიდროგენაზა და შემდეგ დიჰიდროქსიაცეტონფოსფატი უკვე გლუკონეოგენეზის შუალედური პროდუქტია და აქედან უკვე ჩვეულებრივ გლუკონეოგენეზის რეაქცია და კასკადის მეშვეობით წარმოიქმნება გლუკოზა. შემდეგი წყარო გლუკოზის ეს არის კენტ-ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები. კენტ-ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები გულისხმობს იმას, რომ ამ ცხიმოვანი მჟავების შემადგენლობაში არის კენტი რაოდენობით ნახშირბადები, ეს არის მოკლედ 13-15 და მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ესეთი ცხიმოვანი მჟავები ბეტა-ოქსიდაციის დროს 3 ნახშირბადის შემცველ ცხიმოვან მჟავებამდე იშლება, როგორც არის პროპიონილ კოენზიმა და პროპიონილ კოენზიმადან რეაქცია და კასკადის მეშვეობით წარმოიქმნება სუქცინილ კოენზიმა, რომელიც ასევე წარმოადგენს TCA ციკლის შუალედურ პროდუქტს და შემდეგ უკვე TCA ციკლიდან უკვე მოხდება გლუკონეოგენეზზე გადართვა. გვაქვს ორი მეტაბოლური დაავადება, რომელსაც განვიხილავთ. ესენი არის კვაშიორკორი და მარაზმი. უпростоრად მალნუტრიციული დაავადებები უფრო არის ესენი, ვიდრე მეტაბოლური. კვაშიორკორის დროს ცილის მიღება არის შეზღუდული ესეთ პაციენტებში, ცოტა რაოდენობით იღებენ ცილას, რაც იწვევს ჰიპოალბუმინემიას. ალბუმინიას ცილა არის, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ინტრავასკულურ სივრცეში სითხის შეკავება მოხდეს. მაშინ, როდესაც ამ ალბუმინის შემცველობა დაბალი არის, სითხის გადინება ხორციელდება ინტრავასკულური სივრციდან ექსტრავასკულურ სივრცეში, რაც შეშუპებას აყალიბებს და ესეთ პაციენტებს შეშუპებული აქვთ მუცელისა და ქვედა კიდურის მიდამოები. რაც შეეხება მარაზმს, მარაზმი და კვაშიორკორი ერთმანეთს თავისი სიმპტომატიკით ძალიან ჰგავს, თუმცა მარაზმის დროს არ არის გამოხატული შეშუპება, არამედ მხოლოდ კუნთოვანი და ცხიმოვანი ქსოვილის განლევა გვაქვს, რადგანაც ასეთ პაციენტები არა მხოლოდ ცილას ვერ იღებენ შესაბამისი რაოდენობით, არამედ ზოგადად დაბალკალორიულ დიეტაზე არიან, ასე რომ ვთქვათ, ანუ ძალიან ცოტა შემცველობით კალორიებს იღებენ დღის განმავლობაში. სულ ეს იყო ვიდეო ვარჯიშსა და შიმშილზე, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.